ბავშვების საზღვრებს გარეშე. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც უკავშირდება ბავშვებს, მათ აღზრდასა და სამყაროს. გაინტერესებთ, როგორ უნდა შეარჩიოთ ბავშვისთვის ჯანსაღი გარემო, ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, სპორტული და შემოქმედებითი გარემო. ყოველ კვირას 3 საათზე ახალი პროექტი ბავშვების საზღვრებს გარეშე, მედეფემზე, ნინო გუჯაბიძესთან ერთად. მოგესალმებით რადიო მედეფემის პირდაპირ ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა ბავშვების საზღვრებს გარეშე. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ამ დღის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს. დღევანდელი ჩვენი გადაცემაც თემატურად ემთხვევა დღევანდელ დღეს და ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი კახა კახაბრიშვილი. დიდი მადლობა ბატონ კახა, რომ დრო დაგვითმეთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და თქვენს და მთელ საქართველოს ულოცავ ნათლისღების წინვალე დღესასწაულს და შეგვეწიოს ღვთისმადლი. დიდი მადლობა ბატონ კახა, როგორც უკვე ვახსენეთ, დღეს არის ეს წინვალე დღესასწაული და რას ნიშნავს ეს დღე თქვენთვის? ძალიან ბევრს. ჯერ კიდევ წესირად არ ვლაპარაკობდი, რომ უკვე ნათლია ვიყავი ბავშვობაში. და ეგრე დამებედა, რომ 26 ნათლული ვყავს. საოცარი, ძალიან დიდი რაოდენობაა და ეს მეტყველებს უკვე ყველაფერზე. ჩემი ზეინაბი მანჯღალაძე უკვე დედა გახდა, ჩემი შესანიშნავი ნათლულია. ჩემი 11 წლის უნახავი ნათლული დამიბრუნდა ახალი ზელანდიიდან. ძალიან. სოფიოს მოიცა. ხო, 11 წლის წინ დედა მამა თავად და ხო, მაგრამ დამიბრუნდა 3 შვილით. და უმცროსი შვილი საბუთები გამოაგზავნეს და უწმინდესის ნათლულია და მასაც ილია ჰქვია, ხო, რამხელა ბედნიერებაა და სიხარულია. ზეინაბი მყავს, მე ჭანტურია, გერმანიაშია თავისი მეუღლე და ბავშვებთან ერთად და რა ვიცი, ლევანი ბუცხრიკიძე რა რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო. კეთი მამაცაშვილი შენიშნობდი, ჩვენი სტუდენტი გახდათ და ისიც ჩემი ნათლული გახლავს და ალბათ თქვენ ნათლულებს ბოდიშვინა მოუხადო, რომ ესე დღეს ნათლია მოვტაცე ცოტა ხანით. ხო, გენაცალე და თავარი ხო ისე ღვთისმადლია, ხო. როგორ აი წეგან ვლაპარაკობდი, დიდრე გადაცემა დაიწყებოდა. მე მიხარია რომ ამდენი ნათლული ყავს, მე მიხარია რომ ცხოვრობ ამ დადებითი ემოციებით, დროდეს რომ მიყვარს, აი ერთი შესანიშნავი ფილმი არის პელეზე, ფეხბურთო პელეზე. მარაკანას სტადიონზე დგას და ეს 100,000 მაყურებელი და მთელი ხმით ხვირის მიყვარს და რა ბედნიერებაა და ზოგჯერ რო უყურებ ეს გამწარებულები რომ გამახტებიან ხოლმე გინა ქუჩაში, გინა რადიოში, გინა ტელევიზორში და რო რაღაცა სიბინძურეებს ლაპარაკობენ. სახეზევე ეთყობათ იცით თვითონ. მე ერთი მეზობელი ყავს უსალმო იყო რა და რამდენი წელია უყურებ და ნელ-ნელა ღმერთი იცი ღუნავს ესე უკვე ზევით რომ წუნდოდეს ახედვა და ვინმესთვის გამარჯვების თქვა ვერ მოახერხებს იმიტომ რომ მისი თვალები მიწაში ეჩარგლო. ბატონ კახა, თქვენს ბავშვობაში როგორ აღნიშნავდით დღევანდელ დღეს თუ გახსოვთ, თქვენ საოცარ ადგილას ცხოვრობდით? ხო, მე რა არის იცი ნინო გენოცა. მე დავიბადე ანჩისხატის ეკლესიის ეზოში. მტკვარში მაქვს სურვანასწავლი, ხო და ზოგი პრიმიტივი რომ მარტო ხოხობიაო თბილისელიო რო ამბობს არ ვეთანხმები თვითონ მისთვის იყოს ეგრე, მაგრამ ჩემს ეგრე რა დავაშავე თუ 5 თაობით თბილისელი ვარ და ჩემი შვილი 6 თაობაა, ხო? ეხლა მე რო დავბადებულიყავი და უშუალოდ ცაგერში, თელავში არც ეგ არ იქნებოდა პრობლემა. მეყარებოდა, იმიტომ რომ ჩემი სამშობლო რა თქმა უნდა. ერთი ის არის რა ქვია ძველი თბილისური გამოთქმა ჩიტის საიდანაც აფრინდება იმის ბაღდადიც ეგ არისო. ხო, აქედან გამომდინარე მე თან კიდევ იცით ჩემი ბიოგრაფია როგორ აეწყო ამ თვალსაზრისით რომ ჩემი ბებო მარიამი და პაპაჩემი დავითი რომ შეუღდნენ იმ წელს კომუნისტებმა სოფელ ტაბახმელაში პატარა ღვთისმშობლის პატარა ბაზილიკა იყო და დაანგრიეს. და მთელი ეს ინვენტარი საეკლესიო ხო და ეს ოლარები და შანდლები და ყველაფერი ხევში გადაყარეს როგორც უარგისი რამ. და ჩემი ბებო და პაპაჩემი ღამღამობით ახალგაზრდები სრულიად ალბათ თქვენ ხელები იქნებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას პარავდნენ იმას, იქნა მოქონდათ ასუფთავდნენ და ახოდნენ. ხო და ბანზე, სახლის ბანიანი სახლი იყო და მიწაში მარხავდნენ და
ერთხელ პატარა ვარ და ვიპოვნე რაღაცა ოქროსფერი ნაჭერი და ბებო მეთქი ჭიდო ჩუმა თუ არ გაგვიგონო ეს ჩვენი საიდუმლო იყოსო. აი წარმოიდგინეთ რომ აი ამ მადლის ქვეშ გავიზარდე მე და ღმერთმა აბაჩებს და ჩემ ბებო მარიამს 9 შვილი მიცა. 6 ხალი და 3 ვაჟი. მე მეხუთე შვილის შვილი ვარ. ხო. ღმერთმა გამორავა. ხო გენაცალე და ჩემ ბიძებს სამივე, ხალები დათხოვდნენ თბილისის ირგულის ოფლებში, ხო, დედა ჩემი თბილისში და ჩემმა ბიძებმა, რომელსაც ასევე 3 ვაჟი ეყოლათ. ერთი გოგონა, უფროს ბიძას შალვას ამ შალვას ინიციატივით ჩემმა ბიძებმა და ბიძაშვილებმა დაიწყეს იმ ძველი ეკლესიის აღდგენა. და აღადგინეს კიდევაც. რა თქმა უნდა, სოფელმა რო დაინახა ეს ჩაერიასო, მაგრამ ინიციატორები ამ საქმისა ესენი იყვნენ, ხო, მეც ხო რაღაც უნდა გამეკეთებინა რა. და ერთი მეგობარი მყავს ისრაელში, მერაბი მიხეილაშვილი და იმის სახში ღვთისმშობლის ხატი იყო, ნანახი მქონდა მე. ხო, დაურეკე და უთხარი, ხო ხარ ჩემი ძმა? კიო. მე უთხარი, მოკიდე მაგ ხატს ხელი, ჩამოდი საქართველოში და იმ ჩემი ბებოს და პაპაჩების ეკლესიაში შენი ხელით შეაბრძანე მეთქი და იქ შესულდა კიდევაც და მათი საფლავები კიდე 5-6 ნაბიჯია ამ პატარა ეკლესიიდან. ახლა წარმოიდგინეთ მე როგორ რა გარემოში გავიზარდე, მე სადავიბადე უკვე აჭეს ხალხი. ხო. ამიტომაც ყავთ 26 ნათლული. ხო. და მე კიდე გრძელდება ეგრე არ არის. ბინა მივიღე და პირდაპირ ჩემი კარის მეზობელი მამა არჩილი მინდიაშვილი გახდა და მის შვილებს ძალიან უყვარდა ჩემს ზედიკოსთან ერთად გართობა და რაღაც. მე კიდე ბინა მივიღე და მამა ზურაბი ანთაძე იყო ჩემი მეზობელი და ეხლაც მამა იოანე ჩიოგიძე მყავს მეგობარი ჩემი მოძღვარი გახლავთ და რაც თავარია ის დადის წმინდა ადგილებში იღებს სხვადასხვა მასალებს ჩამოაქვს და მე ვეხმარებით მე და ციცინო ხუციშვილი ვეხმარებით რომ იქიდან ამ მასალებიდან ფილმი გამოვიდეს უკვე 5 ფილმი გვაქვს გაკეთებული და ეხლა მუშაობთ დავით გურამიშვილზე. ძალიან საინტერესო. ბატონო კახა, ისევ დაუბრუნეთ ნათლულების თემას, აუცილებლად შევეხებით თქვენს შემოქმედებას და თუ შეიძლება რო გითხრათ, რომ აი ძალიან კარგია, მაგრამ ამასთანავე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის, არა? რა თქმა უნდა. ეს როგორ გითხრათ, ეს ფორმალობა არ შეიძლება რომ იყოს. შენ თუ შინაგანად არ ხარ განწყობილი ამის. მოდი დავიწყოთ იმიდან, რომ ვინ გთხოვს მომინათლე შვილია. ეხლა კი, ზოგ შემთხვევაში რახანის უფროსია მისი სამსახურეობრივად შეიძლება. ხო, ნუ ეს მლიქნელობაც არსებობს ჩვენ და საუბედუროთ, მაგრამ უმეტესად ვინ გთხოვს? მე ვარ ნათლია ჩემი ბავშვობის მეგობრის ივერი მელიწყაურის შვილისა. მე ვარ ნათლია ჩემი ბავშვობის მეგობრის მიშიკო ანდრონიკაშვილის შვილისა გიორგი ამჟამად არის გერმანიაში წასული. ანუ ჩემი ბავშვობის მეგობრები, სტუდენტობის მეგობრები, ვისთანაც ჩვენ ერთად მე ვინ მოვიწვიე, მე ნათლია ჩემი შვილისა, ჩემი უახლოესი მეგობრები, რომ ეს კიდევ უფრო გამყარდეს ჩვენი მეგობრობა, უკვე ნათესაობაში გადავიდეს და რამხელა რაღაცა იცით დიდი მადლია ძალიან და თანაც იცით მე აი როდესაც მე ერთი ჭიხა მაქვს სახში რომელიც ეროსი მანჯალაძე რო გარდაიცვალა ჩემი უფროსი მეგობარი იყო და ის სიძეს თხოვე და წამოვიღე უბრალოდ ჭიხა დიდი არაფერი არც ბროლი არც არაფერი მაგრამ ეს ეროსის სახელობის ჭიხაა და მე ამ ჭიქით ყოველთვის სულ მეგობრების სადაგრძელოს რომელსაც აქ შანსი ნათლიები გახდნენ ხო და აი დაუკვირდეთ რამხელა დიდი მადლია და რამხელა დიდი სიბრძნე ამ ყოველივეში შენ ვალდებული ხარ რომ შენი დადაძმა გიყვარდეს აბა როგორ რა თქმა უნდა ბიძაშვილი და მამიდაშვილი და დეიდაშვილი აბა როგორ არ მოგიყვარდეს აბა როგორ შეიძლება ის კი არა ბიძაშვილის შვილიც უნდა გიყვარდეს და ისიც და ვალდებულები ხართ და რა ვალდებული ვარ რომ მე შენი მეგობარი ვიყო ჩემო ნინო ან შენ ჩემი ხოლო და მხოლოდ გულით და სულით ერთობა არის ეს და ძალიან
დიდი და მაღალი და ნამდვილად მეგობარის სულის ნაწილი. აბარა, რა თქმა უნდა. თუ ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ აი ვიღაცამ იმიტომ გთხოვათ ბავშვის ნათლიერება, რომ კახა ხართ კახაბრიშვილი. ჩვენ ხო უჭყუები არაბათ ხო? ხო შეგვიძლია ისე იოლად უთხრათ უარი ან ავად გავხდეთ ან რაღაცა რომ ხო თუ ეს არასასრულელია და რაღაცასთან არის დაკავშირებული. არა, მე თანაც იცით ჩემი აი მე ერთხელ ისა გიორგობა ხო ნუ მე გიორგი კახა ორი ვარ ხო და გიორგობა არის 23 ნოემბერი და 6 მაისი ხო და ერთხელაც 6 მაისს ეს მაშინ სატვირთო მანქანები იყო პალტარატონკებს ეძახდა ხო იმის ზარაზე დედა ჩემი მამა ჩემი ბებო ჩემი ბიძები ნათესავები ერთად წავედით არის აი ვაშლოვანის გზაზე, მანგლისის გზაზე, ეგეთი წვერის წმინდა გიორგის ეკლესია. ხო და დანგრეული იყო ბევრი ეკლესია, დაკეტილი იყო ეკლესიები, მაგალითად ანჩისხატის ეკლესიაში მუზეუმი იყო ხალხური შემოქმედების, იმაში სამების ეკლესია რო არის აი რიყეში, იყო ფირმა მელოდიას საწყობი, აი საწყობები იყო ზოგ შემთხვევაში თეატრი იყო, თქვა აი მეტეხის თეატრი რო რაღაც და არისო ბევრი რომელიც იქნებოდა ღია სალოცავად და სხვა და წავედით წვერის წმინდა გიორგის ეკლესიაში. რომ მივედით ახლოს, ჩამოქვეითდით ამ მანქანიდან, ნუ ბატკანი გადაკიდებული, ღვინო, სურსათი ბუნებრივია, რაც საფთოს მე რქებზე სანთლებ ანთებული ეს ბატკანი სამჯერ შეუმატარებინეს იმის ირგვლივ ეკლესიის, მერე დაკლეს და ჩემდა საოცრად ჩემა ბებო მარიამმა ფეხთ გაიხადა. რაღაცა ჩანთა გადაიყიდა, რომელსაც მათხოვრები ატარებდნენ ხოლმე და დაიწყო ფულის მათხოვრობა. იქ სხვებიც იყვნენ, ნუ გიორგობაა და მოსული. ბევრი ხალხი იყო. ხო, ბევრი ხალხი იყო და რაზედაც მე ძალიან გავბრაზდი. მეთქი რა გვიჭის ამისთანა რომ ჩემი ბებო მათხოვრობდეს მეთქი და ვეჭუბე დედა ჩემსაც, მამა ჩემსაც, მაგრამ ხარდაჭერა ვერ პოვე. იმათმა იცოდნენ რატომ აკეთებდა. ხო. და როდესაც გავიზარდე, მახსოვდეს ძალიან ჩამჩა გულში რა და უთხრა კითხებ ბებოს რატო გააკეთებ მეთქი შვილო შენო ძალიან ძიმედ გადაიტანეო კონტრუშაო და მეო წვერის წმინდა გიორგის შევთხოვეო რომ ოღონდ შვილიშვილი გადამირჩინეო და ფეხში შველი გეახლები მათყორობით შევაგროვებ შავ ფულსო და იმით დაგითებ სანთლებსო შენი თავი გადამირჩინა ღმერთმაო და მეც ჩემი აქტმა შევასრულო ხო ასრულო მაშინ რამდენი წლის იყავით დაახლოებით თუ გახსოვთ? ეს რომ მოხდა, რაღაცა 3 თუ 4 წლის ვიყავი, მაგრამ რა ვიცი, ჩემ დასაბედნიეროდ კაი მეხსიერება მაქვს, აი მხედველობითიც მეხსიერებაც, აი ჩემი პაპა დავითი რო გარდაიცვალა, აი სწორედ აი მაგასაკის ვიყავი რა და აი რომ მოუყევი ჩემ ნათესავებს მიზანსცენა, ვის ადიდგა და ვინ როგორ ტირო და გაგიჟდეს საიდანო ვიღაცა მოგიყვა ალბათო არა. არაფერი ჩემს გონებაში ეს ჩაიბეჭდა რაღაც. ნუ მაშინ წუხარება რა თქმა უნდა. დიდი ხანი ცხოვრობდით ხო მანჩისხატის ეზოში? 32 წელი. 32 წელი ცხოვრობდი ანჩისხატის ეკლესიაში. კომუნალური ბინა იყო, ერთი ოთახი ჰქონდა, რომელიც საერთოდ პაპაჩემი ისა იყო გიორგი კახაბრიშვილის, მაგრამ რევოლუციის შემდეგ მისი და მისი მეუღლე ბავშვებით გამოიქცნენ ეკატერინედარიდან, ეხლა კრასნოდარი რო არის და ამან თავის დას გაუყო ბინა რა და ერთი ოთახში ისინი ცხოვრობდნენ, მეორეში ჩვენ და საერთო სამზარეულო ტუალეტი ეზოში, დრიგები გახოვდა ყველა სამსახურში აგვიანდებოდა, მაგრამ მტკვარი იყო ახლოსასთან. მაგრამ მაინც განსაკუთრებულად გახსენდებათ იქ გატარებული. ბუნებრივია, ჯერ ერთი იმ ეკლესიაში იყო მუზეუმი, როგორც გითხარით, ხალხური შემოქმედების და ჩემი დედიკო მუშაობდა ამ მუზეუმში დამლაგებლად და ყველა რომ მიდიოდა, ეს აღებდა მუზეუმს და რომ დაელაგებინა დილისთვის ტრები რაღაც ისა და მარტო ეშინოდა ამ ხელა სივრცეში ყოფნა და მე მივყავდი ხოლმე თან და მე დედაჩემთან ერთად თან მელაპარაკებოდა მე და მოკლედ რომ აი კარგად დაითვალოს კაცმა რამდენიმე წელი გამომივა რომ მე ანჩისხატის ეკლესიაში გავატარე.
ძალიან კარგი. ალბათ როდესაც მარტო ხარ ამ ხელს სივრცეში და ესეთ მუზეუმში ძალიან ბევრ რაღაცას იცნობ და ნახულობ ახლოს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წერანაც გითხარ, დადებითი ემოციებით უნდა ვიცხოვროთ. რაც შეიძლება ნაკლები უნდა მე არაფერს არ ვქადაგებ. მე როგორც ვცხოვრობ, ისე იმას გესაუბრებით და მე მიმაჩნია რომ ეს სწორი გზა არის. იმიტომ რომ აი ეს ბოლო 20 წელიწადი როგორ უარყოფით ემოციებში ვცხოვრობთ და მე მიყვის ნინო რომ აი შენ და შენი თაობა დეგენერატები რო არ გამოხვედით. სერიოზულად ძალიან მიყვის. ეტყობა მაინც გენეტიკა ძლავრობს. თორე რაც ჩვენ ჩარეცხილები გვიწოდეს, რაც ჩვენ გვახურთხეს, რაც სახურებიდან გამოვყარეს. ეხლა მე რომ მამა ვიყო თქვენი და გამომაგდეს სამსახურნა რა დადებითი ემოციებით ივრი. რა თქმა უნდა. ძალიან ძნელია. ხო და ნუ ეს სამწუხაროდ ინერციით გრძელდება. მაინც შემორჩნენ ეს არ ვიცი, ცუდი სიტყვებით ხო მაგრამ ნელ-ნელა იმედია ყველაფერი გამოსწორდება. ბატონ კახა, ეხლა ჩვენს ეთერში სარეკლამო პაუზის დროა და რამდენიმე წუთში ისევ დავბრუნდებით. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 59504 103. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და განვაგრძელოთ საუბარს ბატონ კახა კახაბრიშვილთან, იგივე გიორგისთან. არ შეიძლება არ შევეხოთ დღევანდელ დღეს. დღეს არის საყოველთაო ნათლობა. პატრიარქი ნათლავს ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვს და ამ თემაზეც რომ ვისაუბროთ. აი რას ნიშნავს სიბრძნე. როდესაც ერის წამყვანი პიროვნებები ბრძენი ხალხია, მაშინ იქ ჩვენ უნდა ველოდეთ აუცილებლად სიკეთეს. ილია ჭავჭავაძეს აქვს ერთი პატარა წერილი სასოფლო სამეურნეო მოწყობის შესახებ, სადაც მოკლედ ვიტყვი, რომ წერია, რომ ქართველი ხალხი იმიტომ ცხოვრობდა კარგად, რომ სასოფლო სამეურნეო მიწები იყო სამართლიანად განაწილებული. შენ მიეცი მიწა და ის იმუშავებს თავისი ოჯახიანად, თავის სარჩოსაც მოიყვანს, გაცვლის კიდევაც რაც არ აქვს მას და აკლია ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენი წინაპრები ბრძენი ხალხი იყო და ბუნებრივია უწვიდესი ბრძენი ადამიანი. ის ერის მწყემსია, ერთადერთი ადამიანია საქართველოში, რომელიც თუ იტყვის რომ მომყევითო მოსახლეობის 98% გაყვება. ეს ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც არის. ერთი საიდუმლო უნდა ვთქვა. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ პროგრამა ფორტუნა, სადაც ახალ დაქორწინებულები და ეს იყო. ყოველი გადაცემა იწყებოდა იმით დასაწყისში, რომ ამ კვირაში საქართველოში დაიბადა ამდენი ბავშვი. სინამდვილეში სურათი გაცილებით ცუდი იყო, ნინო. მაგრამ აი ხო არის შეძახილმა ხე გაახმოა რა. აი ჩვენ გვინდოდა რომ გამრავლებულიყავი ესე ყოფილიყო და ამიტომ რაღაცა იმედს თუ ახრეხებდითო ჩაგვედვა იმ ახალგაზრდებში ვინც უნდა გააჩინოს შვილი და ჩვენი მომავალი. რამდენი ქართველი ახალგაზრდაა წასული ბიჭი და გოგო საზღვარგარეთ. ისინი ხო პოტენციურად შვილის გამჩენები იყვნენ და ისინი საქართველოში დაიბადებოდნენ და გაიზრდებოდნენ. ხო ზოგს ემართება ქართული არ მეკერკება, ორი თვე წავა რუსეთში და всё, აღარ ეკერკება ქართული და ნახეთ როგორი ბრძნული ნაბიჯი გადადგა უწმინდესმა. ხო გითხარით წეგან ჩემმა მეგობარმა თერგის ბერიშვილმა თავისი შვილიშვილის საბუთები ახალი ზელანდიიდან გამოგზავნა და შვილიშვილსაც ილია დაარქვეს და ის არის ჩვენი უწმინდესის ნათლი. ძალიან დიდი ბედნიერება. რა თქმა უნდა და ეს ლიბერასტები რო არიან თუ რა ვიცი მე ხლა მე და რადიოს ცუდი სიტყვები ვთქვა ხო და რო ყველაფერზე რო ჭიჭყინებენ და რომ მიუვარდებიან ხოლმე საპატრიარქოსთან ეს ტუტუცი ხალები ზოგიერთები და იდიოტი ბიჭები თუ აზრის გამოთქმის უფლება გაქვს კი ბატონო. გამოთქვი ეს ფარგლებში. არა, გამოთქვი აზრი, თუ კანონს დაარღვევ და გიჭერენ, გიჩივლებენ, თუ იტყვი ისე როგორც შენს აღზას ეკადრება და შენს ზნეობას, კი ბატონო. ოღონდ დაწერე გაზეთში,
გამოდი ტელევიზიით, რადიოთი, სულ ეგენი არიან, არ არიან ისე და დღე-დღამ ტელევიზიებსა და რადიოებსა და გაზეთებში, რასაც უნდა ლაპარაკობენ. რა არის ეს რომ მივიდა 5 წელი ვიღაცა და რაღაცა ტრანსპარანტებით, რომ მე ნეკნი არა ვარ ვიღაც ეჭირა, აღარ აჯანდება ხა. ეგრე როგორ შეიძლება აი ჩვენ რო ავიღოთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე და წავიკითხოთ ვინც წაიკითხა იქ სწორედ მაგაზია საუბარი რომ ზნეობა მორალს რო ეძახით მორალი ქართულად ზნეობა არ უნდა დაეცეს გლებმაც კი იციან იცით ზნეობა მე მეგობარი მყავს გერმანიაში ქალაქ ტრირში ვერნერ ფროინდი რომელიც მგლებთან ცხოვრობს უკვე ცნობილი პიროვნებაა, მაგრამ მე საკმაოდ ხშირად არის. ეხლა ხო და მე 74 წლიდან ვიცნობ გასული საუკუნის ამ კაცს და ჩემი მეგობარია და მე მიმიყვანა თავისთან მას მემკვიდრეობით ტყე ერგო და იმ დღეში არაფრის მოჭერის უფლება მას არ აქვს გერმანიის კანონებით. ამან შეისწავლა მგლების ცხოვრება, ისწავლა მგლების ენა საკმაოდ დიდი გამბედაობა ქონია. და მათი ისა და მეუბნევიანო რომ თხილად იყავიო ერთ-ერთი გითვალთვალებს როდის მოდუნდები რომ შეგჭამოსო რომ შენი ადგილი დაიკავოსო. ხო, მაგრამ რა აღმოაჩინა ამ კაცმა იცით რომ გლებმა იციან დედა-ძმა, დედა და მამა. მაგალითად ძაღლისთვის სულ ერთია. შეიძლება რომ ძაღლი შეწყვილდეს თავის დედასთან, ან თავის მამასთან, ან დასთან, ან ძმა. გლებმა ეგ არ იციან, გლები არჩევენ ერთმანეთში. ანუ ზნეობა გააჩნიათ, ნახეთ. გლებმაც კი იციან. გლების ზნეობა რა მაღალი ყოფილა, ხო? და ჩვენ ადამიანებს მოაზროვნე ორგანიზმებს რა ჭირი გვეტაკაუტია იტყოდა ხოლმე იოსელიანი. იმისი არ იყოს რაღაც სიტყვები ძალიან არ მოწონდა დავაფიქსირე რაღაცა ეს თუ რუსთაველს ეყო ქართული ენაორო ვეფხისტყაოსანი დაეწერაო თუ რა ჭირი გეტაკათ სწორია ხო და ბოლოს რა გააკეთა იცით ამ დიდმა კაცმა მთელი თავისი ნაწარმოებები თავიდან გადაწერა და ატომეული გამოუშვა სადაც არც ერთი არაქართული სიტყვა არ არის ეს არის აი ჩვენ სამწუხაროდ ჩვენს გაზეთებში, ტელევიზიებში უმეტესწილად არ ვლაპარაკობთ რადიოებში აი ასეთ რაღაცეებს. ვიღაცა ჩუმი, კეთილი კაცი ზის თავის პუსპუსებს და რაღაცა სიკეთეს აკეთებს. აი ესეთი ხალხია დასაფასებელი და ეხა რომელი პარლამენტარი, რომელი ფრაქციიდან, რომ ფრაქციაში გადახტება და მე ისე გადმოხტება რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი? და რას გუმატებს ეს ყველაფერი. ერთი ტრიქონი ბარათაშვილის ლექსისაც ისაფერს უცაფერს, პირველად ქვისაფერს, ხო ყველაფერზე ლაპარაკობს. რაც ამათ უთქვია და ჯერ კიდე არ უთქვავთ. ხო, არ მინდა დღევანდელი დღე წინა დღეა, არ მინდა გაბრაზებული კაცის ის გამოვიდე, მაგრამ გული მტკივა და გული მწყდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე წაიღო აი ამ გაუსაძლისმა მდგომარეობამ. იყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი, აი ევგენი ხარაძე, ცნობილი ასტროფიზიკოსი, ხო? შეერგდებოდა. ფიზიკურად გადაარჩინა შიმშილს. საკმაოდ ბევრია ეგეთი. კი, და მე თანაც აი ბატონ რეზოს აქ ჩხეიძეს ნათქვამი, ბატონ ოტიას აქ ჩემთვის ეს ნათქვამი. ბატონი კახი. ხო, ბატონი კახი, ხო გენაცალე, ხო. და გინა გიბერიკაშვილი და გინა რა ვიცი მე ძალიან დიდია ესია და მადლობა ღმერთს რომ აი ამ გაუსაძლის პერიოდში ჩვენს ერს ესეთი კაცი მოევლინა მე პირადად მხოლოდ ხების და მოგზალების მეტი არაფერი არ მაქვს. ბატონო კახა არ შეიძლება სტუმრად ყავდეს ბატონი კახაბრაშვილი და არ შეეხო მის შემოქმედებას და წარსულს რომელსაც ყველა შევყურით როგორც ისტორია, რადგან ჩვენთვის ახალი თაობისთვის ეს ყველაფერი არის ისტორია და ძალიან კარგია რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა თქვენგან მოვისმინოთ ეს ყველაფერი. თქვენ იყავით 23 წლის, როდესაც მეგობრობდით ისეთ დიდ ადამიანებთან, როგორიც იყო სერგო ზაქარიაძე, მიხეილ თუმანიშვილი, რომელი ერთი ჩამოვთვალო არ ვიცი და ამ თემასაც რა შევეხოთ. ხო გენაცვალე, რა არის იცით მე ძალიან ბედნიერი ადამიანია.
ბედნიერი ადამიანი ვარ, იმით ხა ჩემი მამა, დედა რომ მსახიობები ყოფილიყო, მხატვრები, კომპოზიტორები რაღაცა, მე ეს გზახსნილი მქონდა. გაყვებოდით. ყველა, ხო. იმიტომ რა ამაში არაფერი ცუდი არ არის, ძალიან კარგი. ხო, მაგრამ მე ესე ჭყალებში უპატრონო კაცი მიმიღეს არ ვიცი რისთვის და სტუდენტობიდან მოყოლებული სულ მე ზემოთ მე რო ვერც კი წარმოვიდგენდი რომ გამარჯვებას მეტყოდნენ მონფერებია სესილია თაყაიშვილი მისულს ვენაცვალე აი თაზესე მონფერებია კაიშვილი ისდებიო შენაო ეროსი მანჯგალაძემ მითხრა რომ ოქრო ჩემი მეგობრებისთვის ყოველ დღე სახში ვარ 7 საათიდან პაროლი 1 გზელი და 2 მოკლე ზარი არის ყველას არ უღებდა კარს ესე იგი მეგობრად მიმიღო ბატონ მიხეილ თუმანიშვილმა წიგნით ჩემმა მასწავლებელმა წიგნი დაწერა და მისი დაბადების დღეა 6 თებერვალს და როგორც წესი მეორე დღეს ავდიოდით ხოლმე და ხაბატონი ნათელა აურუშაძე იქ ქეთია დოლიძე ნუგზარი ბაგრატიონი მე ჩემი ჯგუფელები ვართ და თუ რა თქმა უნდა დავლიეთ ცოტა რაღაცა და ბატონი მიშა ამბობს რომ წიგნი დავწერეო და სათაური ვერ მომიფიქრებიაო მე ვთხარი ბატონი ისა წიგნი დამაწერინა და სათაური რა შენ ანუ იცი ეგრეო იოლატო ყველაფერზე ვთხარი აბა რაზე დაწერე წიგნი მითხარი მეთქი და მოყვა რა მოდი მე ვიცი რაც ქვია ამ წიგნს რა ქვიაო აბა სანამ რეპეტიცია დაიწყება დაფიქრდა ნიეტ და ნათელა ურუშაძეუნო რომელიც არის რედაქტორი ამ წიგნის მიშა კარგი სათაურია და მე მაქვს ეგზემპლარი სადაც წერია ჩემს მოწაფეს ერთგულ მეგობარს კეთილი სურვილებით მიხეილ თუმანიშვილი მადლობელი ვარ სათაურისათვის არ არის ბედნიერება ძალიან დიდი ბედნიერება ხო და აი იცით ესე ვიცხოვრე და ესე და აი არ ვიცი აი ზოგჯერ აი ნახეთ ზოგჯერ რა ხდება ჯერ დაიხოცენ მე რეიქორწინეს შემთხვევით დაიდგა ბატონი მიხეილ თუმანიშვილი წამოსულია რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორობიდან და ბატონი კარლო გარდაფხაძე იყო თავმჯდომარე ტელევიზიის დიდებული კაცი დიდებული აი შარშან 95 წლის გახდა და მის შვილება დამირეკეს და ვიყავი მეც მის დაბადების დღეზე და სამადლობელში რა თქმა უნდა მოვეფერე და უთხარი ბატონო კარლო თქვენ ხო მაინც იცით მეთქი რომ მე დამრეკავი არავინ არ ამყავდა მეთქი და შვილო შენო ისეთი იყავი რომ არ გჭირდებოდაო აი დაუკვირდით მე კი არ შემაქო ნინო რა თქმა უნდა თავის თავზე თქვა პრაქტიკულად იმიტომ რომ კარგი რო ხარ ხო კარგია მაგრამ დამნახავიც რო გჭირდება ხო და აი ესეთი დამნახავები ბევრი აღმოჩნდა ჩემ ცხოვრებაში და მე ძალიან მადლიერი ვარ და იმიტომაც ვიწეღა რომ ბედნიერი ადამიანი ვარ მეთქი 5 წლის შემდეგ მე მთავარ რეჟისორად დამნიჩეს ტელეთეატრის და მამა ჩემი სტოლ ხალხზე უფროსი ვიყავი ზოგი დაიბოღმა ზოგმა ძალიან მომეფერა და ხარში დამიდგა და რაღაც რა ვიცი მთელი ცხოვრება ასე გრძელდებოდა და მე ძალიან კიდევ მეორე უამრავი რამ მაქვს გაკეთებული ეხა ტრაბახს არ დავიწყებ მაგრამ გული მწყდება იცით რაზე რომ ჩემი 20 წელი ხო ნუ იმ წინა ნამუშევრებს ზოგს ეს ზაზა შენგელიას დროს რო იყო თავმჯდომარე ტიტრებს აჭრიდნენ ბოლოში გვარებს აჭრიდნენ თითქოს ჩვენ მოვკვდი და აღარა ვართ რა და ხო და ის კი არა რომ არაფრის გაკეთების საშუალება და საერთოდ ეგ საქმე ჩაკვდა და ტელეთეატრი ტელეფილმების სტუდიასთან ერთად ქართულ ენაზე ქმნიდა ნაწარმოებებს ნინო ჩვენ მარტო თბილისში რო ვართ თბილისელობის კუთხიათ არ ნაუყუროთ ამ ყველაფერს ეს ტელევიზორი იყო ფანჯარა ყველა ოჯახში ერთხელ დიახ მე ერთხელ გახდით მე ძალი მყავს ადიგენის რაიონიდან ნაზი ბუაძე და იმას იქ მამა ძმები დები ბიძაშვილები და იქითკენ ვიყავით სტუმრად წასულები მე და ჩემი დეიდაშვილი და ზაფხულია კაკლის ზირას ხედვართ ქეიფობ შესანიშნავი კარგი ღვინოა ტონაში შემწვარი გოჭი ხან ეჭვინა ხო და ჩემა დეიდაშვილმა დაიტრაბა ხარო ესო იცითო ვინ არისო აიო ჯერ დაიხოცე მე რეიქოცინესო გვადი ბიგვაო ჩიმაჩის კუდი რო დადგა ესო დადგა ესო დედა დაფაცურდნენ
გავარდნენ, გამოჭიმეს დენის მავთული, მოიტანეს რადიოლა და უწინ არალეგალურად იმათ რენტგენის ფირფიტებზე წერდნენ ხოლმე სიმღერებს და რაღაცებს ესე უყუსტარულად უშვებდნენ და მოიტანეს და ეს ვასო გოძიაშვილის და მურვან ჯინორიას და იმათ სიმღერები დაუკრეს და იცით როგორი თვალით მიყურებდნენ მე მათთვის ყველაზე დიდი რეჟისორი ვიყავ. განა იმიტომ რომ ეს მართლა ესეა. ზოგიერთი არათუ თეატრში თბილისში ნამყოფიც კი არ იყო. და ეს ფანჯარა მის ოჯახში ხმეც ქართულ ენაზე აწვდიდა ამ ტელედადგმებს და რაღაცა ფილმები ხო სურუსულად გადიოდა. შენ უნდა გახსოვდეს წეს. კი, მახსოვს. ხო და აი ეს ხო გეუბნები ძალიან დიდი მადლია აი ჯედაი ხოცე მე რეკორწინეს ბატონ მიშას თხოვა გარდაფხაძემ როლს ახალი წელი მოდისო ბატონო მიშა და იქნებო რაღაცაო გააკეთოსო ტელეთეატრმა სამხიარულო რაც კომედიაო ხა ბატონ მიშა ახალი წამოსული იყო თეატრიდან და არ იყო კომედიის ხასიათზე რა და მე დამავალა. მე წავედი მეორე დღესვე თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, სამი პიესა ავარჩიე, ჯედაი ხოცენ მე რეკორწინეს, ეს რაფიელ ერისთავის, გიორგი ერისთავის უჩიმაჩინის ხუთი და ჭყუისამ ჭირს აქცენტი ცაგარელის. და მოვიტანე სამივე და შენ რომელისკენ მიგიწევს გულიო და მე ვთხარი ჯედაი ხოცენ მე რეკორწინე. თუ კარგი არტისტები არ გეყოლებაო, აქედან არაფერი არ გამოვაო. ვიცი მეთქი, ვინ კიდაო თავარ როლზეო და ვასო გოძიაშვილი მეთქი. არ მოვაო შენთანო. ბატონო მიშა მე ვთხარი, თქვენთან რო არ მოვიდეს, თქვენ უნდა გეწყინოთ, თორე მე ვინა ვარ, რომ მე არ გაგიჭირდათ დათანხმება? არა სხვათა შორის პირიქით. დაურეკე, დამიბარა მეორე დღეს სპექტაკლი ქონდა და დავხდი სამსახიობო შესასვლელში, პიესით ხელში. უთხარო ეს მე ვარ მეთქი, აბა მობძანდიო. შემიყვანა თავის საგრიმიო როში, ხო და აბა გისმენო, თან ემზადება სპექტაკლისთვის. ბატონო ვასო იცით მე ვთხარი მე დამწყები რეჟისორი ვარ, მიხელ თუმანიშვილის მოწაფე ვარ, გავიმაგრე ზურგში, რო ეგრე კი არ არის საქმე რო ხო. და აი გადავწყვიტე რომ ეს პიესა მეთქი აი ჯედაი ხოცენ მე რეკორწინეს დავდგა და თქვენ უარ სიტყვით მე ვთხარი. არ აქვს ამის დადგმას აზრი მეთქი და აი მოგიტანეთ რომ წაიკითხოთ მეთქი. შერაგონე წაკითხული არა მაქვს? ვაი მე. აი რა იფიქრეთ მაშინ არ ჩათვალე. არა ხო, კარგით მეთქი, უარია, აბა არის. წამოდექე და ესე მივიძურწები კარებისკენ ნახავდი, სად ვიდიხარ, სადაო. შემარცხვინა ნინო, წერა გითხარით. ახალგაზრდა რეჟისორებმა რატო დაგვივიწყეთ ბებერი მსახიობები, თქვენ გონიათ რომ თამაში აღარ შეგვიძლიაო? არა თუ დამთანხმდა გაუხარდა. მთელი სარეპეტიციო პერიოდი იყო რაღაცა საოცარი ფეიერვერკი, რის დაგვიანება, რა დაგვიანება. საერთოდ მე დაკურებული ვარ, რომ რაც უფრო ნიჭიერი ადამიანი, მით უფრო მოწესრიგებული. ხო. ეს მარინე ვეფხვაძე თამაშობდა მაშიკოს როლს, ხო? შეიძლება ითამაშა კარგი გოგონა, მაგრამ სუაგვიანებდა, ვეუბნები, გოგო ასეთი ბედნიერება გერგო წილად ესეც ნახე როგორი შეიკრა დასი შეიკრა ნინო ბატონი ვასო გოძიაშვილი ზაზა ლებანიძე ელისაბედი გიუბერიკაშვილი აპოლონი მურმან ჯინორია და ვემხვაძე საოცარი კიდე დარეჯან ჯოჯუა და ბადრი კაკაბაცი მსახურებს თამაშობენ ამას ემატება კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე და ამას ემატება პეტრე გრუზინსკი, რომელიც არის ამ სიმღერების ტექსტების ავტორი, ხო? რა უნდა ინატროს რეჟისორმა მეტი? აბა რა, გინდა გაგაცინო. ზოგჯერ მავიწყდებოდა რომ რეჟისორი ვარ, ისე გავერთობოდი ხოლმე და უყურებდი, მე გამახსენდებოდა რეჟისორი ვარ და რაღაც შენიშნაურა უთხრა და რაღაცა, მაგრამ საოცრად ჩაიარა. რები არ მაგ პერიოდში ჰონკონგის გრიპი ერქვა. ეგეთი გრიპი ეპიდემია იყო გავრცელებული, ხო და ვასო ჩაწვა სახში ბატონი ვასო და აქ დეკორაცია აშენებულია რომ გადავიღოთ სტუდია დაკავებული გვაქვს და ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ სახლა ვერ გამოდის. ურეკავ და რომ გადაიარა ცოტა ამან და ურეკავ და ბატონო ვასო ეცე რას ამბობ რასა ვიღაცაზე მითხა საღარაძე თუ ვიღაცა უდიმანო დამირეკაო პალკოვნიკი კაცია იმას შეაქცია გრიპა და მე რას მიზავსო თითქოს გრიპა პაგონები არჩევდეს ხო
და მე გიგვიშველა ბერიკაშვილმა ადგა და მივიდა სახლში და კაცო და ეს უკეთი არის პირბადეს რო იკეთებენ რა რომ ეს რა უცნაური გრიპი ყოფილაო აიო ქუჩაში რო გახვალო უნდა გაიკეთო ეს პირბადეო შენობაში რო შეხარ ვაი ხსენი არაფერი არ არისო და მოდიო რა ეს ბიჭიო ჩემზე უთხრა ძალიან ნერვიულობს არა იმიტომ რომ დეკორაციის დანგრევას აპირებდნენ უკვე იმიტომ რომ და მე თავიდან რა გააკეთებდა და შეიძლება საერთოდ ჩაშლილი იყო ეგ საქმე ხო და მოატყვილა და გაუკეთა მოსასპირო გავიდა და დაიჯერა ხო დაიჯერა ნუ სახიობები თანაც რო ბავშვები არიან დიდი ბავშვები ხო და მე მიხვდა მაგრამ ნუ არ გაიტეხა ხო და კიდე ერთი ის მახსენდება თავდება ესე სიმღერით თავდება რომ ქვეყანაზე ოქროც ხრება ფულიც ხდება გაზის ვადა ყველაფერი იყიდება შეყვარებულის გარდა და ცეკადან იყვნენ მოსულები ჩასაბარებლად ამ სპექტაკლისო ნებართვა მოეცათ გაშვების და როგორ თუ ყველაფერი იყიდებაო სამშობლოცო ოჰო აი ესე ბატონო კახა ჩვენ ახლა ისევ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რამოდენიმე წამში დაუბრუნდებით და განვაგრძობთ ამ საინტერესო საუბრს რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 595040103 დღესასწაულები და სუფრად სულად მოქმედებს ჩემს ნაღვლის ბუშტზე. ხშირად მოწუხებს დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება მუცლის არეში, გულძმარვა, მწარე-გემო პირში. შენ კოლოგრანდი გჭირდება. კოლოგრანდი? კოლოგრანდი აუმჯობესებს ნაღლის ბუშტის ფუნქციას, ასტიმულირებს ნაღლის გამოყოფას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. თან წარმოებულია საფრანგეთში. სასწრაფოდ მჭირდება კოლოგრანდი. კოლოგრანდი შეგიძლია შეიძინო ნებისმიერ აფთიაქში. სიახლე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიკრედიტისგან 5 წლიანი იპოთეკური სესხები ახლა უკვე თვეში 2.5%-ად. გამარტივებული პროცედურები და თანხის გაცემა ერთ სამუშაო დღეში. სესხის დაფარვის გრაფიკი კლიენტის არჩევით. ბიკრედიტი, მისამართი სოფჩაკის ქუჩა ნომერი 3, 9 აპრილის ბაღთან. ტელეფონი 2 43 85 85. უფრო მარტივად, უფრო სწრაფად. ბიკრედიტი. ჩვენ ისევ დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და განმოგზავნოთ საინტერესო საუბარს ბატონ კახასთან. ბატონ კახა, ისევ დაუბრუნდით რეპეტიციებს. დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა, რაც მხოლოდ იგრჩებოდა. ხო, იცით, მაშინ არ იყო ესეთი საშუალებები. ეხლა ჩვენ ეს ყველაფერი დღეს შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ცოტათი ისეთი დინამიური არ არის გადაღების თვალსაზრისით და ოღონდ ეხლა რა თქმა უნდა განცხადებას ვერ გამოაკრავ ტელეეკრანზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩარლი ჩაპლინი იღებდა ფილმებს საკერავი მანქანით. რა ხელით მასატრიალებელი იყო. ხო, ჩვენ დროს ეს ტელეკამერები იყო იხელა უზარმაზარი, რომ კაბელი მოყვებოდა დაახლოებით 1-5 სანტიმეტრის სიგანის რა და რამდენიმე 1000 წვერი გადიოდა და გვერდით კაბელმეისტერი ერქვა, თეთრ ხალათში ჩაცმული ბიჭი ან გოგო იდგა და ხელთათმარებით და ოპერატორს ეხმარებოდა და ასე შემდეგ და მიკროფონებს ვერ დამალავდი. გაუთავებელი ომი იყო ოპერატორებსა და ხმის რეჟისორებს შორის, იმიტომ რომ ოპერატორები შუქს დააყენებდნენ და ეს მიკროფონებს დაკიდებდა, სულ კედელზე გადადიოდა ამისი ჭრილები და არა შენ მოხსენი, არა და მოკლედ ერთი. მაგრამ მინდა გითხრათ ერთ საოცრება, რომ აი ხო წირი იყო ტექნიკური საშუალებები. ჩვენ გვავალდებულებდა ეს ყოველივე, რომ უფრო გამომგონებელი ყოფილიყავით. რომ უფრო მეტი გვეფიქრა, მეტად მომზადებული ყოფილიყავით ამ გადაღებებისთვის. ჯერ დაეხოცენ, მე იქორწინეს, არის 4 დღეში გადაღებული, საათ ნახევარი. უჩიმაჩინის ქუდი არის 5 დღეში გადაღებული.
ისიც საათნახევარია და ასე შემდეგ, ვინ მოგცემდა იმის ფუფუნებას, რომ თქვა მთელი თვე გონებოდა გადაღება და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ კიდევ ვიმეორებ, იქ მთავარი სიმდიდრე სწორედ ეს არტისტული შემოქმედება არის, რომელიც ძალიან მაღალია. ძალიან მინდოდა ეროსისთან მემუშავა. მანამდე ბატონმა მიშა თუმანიშვილმა გადაიღო ალექსანდრე ჩხაიძის პიესა ხიდის მიხედვით სატელევიზიო სპექტაკლი და ეროსი თამაშობდა და იზაგი გოშვილი მთავარ როლებს და ისე მომეწონა ბატონ ეროსისთან ეს ურთიერთობა, ხო, რეჟისორი მე ვიყავი. იმიტომ რომ ბატონი მიხეილი ხა თეატრალი კაცი იყო და მაინც არც გიждდებოდა ამ ტელეკამერად, ამ ტექნიკის ის ამარა. მე ვყავდი მისი მარჯვენა ხელი იქა და დოდო ლოთხიფანიძე და არაფერი პრობლემა მას არ ქონდა და ტიტრებში ესეც წერია, რომ დადგმა თუმანიშვილის და რეჟისორი კახაბრიშვილი, აი გზაჯვარედინზე რო არის იქაც ეგრეა და მის დადგმებში ეგრეა. ხო და ვიცოდი ყურმოყრულად, ხო და აქ ძალიან მომეწონა ეროსი უკვე სულთა ადამიანურად. როგორი რა ტიპი იყო იცით? გადაღებამდე სიგარეტს არ მოწევდა. არაფრის დიდებით, იმიტომ რომ სულთა ხმა უნდა ამოსულიყო და რაღაცა ბოდიჩი და ხრინწიანი და რაღაცა. ნამდვილი პროფესია. ხო მე ის კი არა ისე გათავხედებული ვიყავი, რომ თუ ვიტყოდი რომ ბატონ ეროსი შეუძლია სიგარეტი მოწიოს, ესე იგი გადაღება დამთავრებულია, ყველა ვიცოდა რომ ამ ფრაზის მერე უკვე ყველაფერი დამთავრებულია და ყურმოყრით ვიცოდი რომ თითქოს გიორგი ლეონიძე და ეროსი ერთმანეთს შეხვდნენ ოპერის წინ. და ეროსი მკითხა ბატონო გიორგიო, ჩვენს თეატრში რატომ აღარ მოდიხარ, თუ რამდენი ხანი არ ყოფილხართო და თითქოს გიორგი ლეონიძე მუთხრა რომ სანამ უჩინ-მაჩინის ქუც არ დადგავთ, მანამდე არ მოვალო. და ხო გახსოვთ რო თქვი სამი პიესა ავარჩიე რა, ჯერ დაეხოცენ უჩინ-მაჩინის ქუდი და ჭკუის ამ ჭირს. ხო და დაღურეკე ეროსის. ეს ხილივით გახდა ჩემთვის, რომ მეთქი ეროსი მეთქი ესე მეთქი და მინდა რომ გადავიღო და ბატონო ეროსი და ხომ არ დამთანხმდებით მეთქი და დამთანხმდა. და ნუ ვიმუშავეთ, გადავიღეთ რაღაც შესანიშნავი დრო ვატარეთ აქაც ამ რეპეტიციებზეც და რაღაცა ლეილა სიყმაშვილი იყო კონცერტ მაისტერი და ამ სიმღერების გაკეთება და გადატანა უკვე მოძრაობაში და მოქმედებაში და სხვა და რო დავამთავრეთ უჩინაჩინის ქუდის გადაღება. ეროსი მითხრა, ოქრო მე ჩემი მეგობრებისთვის წაღანას თქვი ყოველ დღე სახში ვარ თუ სპექტაკლი არა მაქვს ან რეპეტიცია. პაროლი ერთი მოკლე და ორი გრძელის არისო. მადლობთ ეთქი და წავიდა. ღამის 2 საათი იყო რომ გადაღება დავამთავრეთ. მომვარდა ნათელა არველაძეა თეატრსონე, იცით თქვენ. შენ ციმაკა რა გითხრა? რა იყო რა მითხრა მეთქი? ეგ ყველასო სახში არ უშვებსო. და რახან შენ გითხრაო, ესე იგი მეგობრად მიგიყო. ხვალევე მიდიო, ვაიმე ვიფიქრე კაცო და დამაკანკალასო და წავედი და ვიყიდე 2 ბოთლი შამპანური ბამბანერკა და საათს უყურებ, რომ ზუსტად დავრეკო, ზუსტად 7 საათზე დავრეკო, რომ რა ვიცი და დავრეკე, პაროლით დავრეკე, ხო, გააღო კარი და მობძანდიო და მასთან იყვნენ იმ საღამოს მისი ბავშვობის მეგობარი რეზო ტაბიძე და მსახიობი ვიქტორ ნინიძე. და რაღაც ერთობოდნენ ფურცს თამაშობდნენ რაღაცა დომინოს რაღაცა და აბა ალაგეთ ეს ყველაფერი ხო ნახეთ რა სტუმარი გვეჭვიაო. ხო და დაბაცურდა 3 კაცი ჩემზე უფროსების ყველა. ხო და მე ვთხარი მეც მოგეხმარებით რაღაცაში ბატონო ეროსი, არა შენ წად და დაჯექიო და ჩართო ტელევიზორი, მე წავდექი და დავჭექი და შემოვიდა ვიქტორ ნინიძე სუფერი ფური დაკარგულია, მანიშნებს ჩუმად ატეკიო და აიყო მეთქი და ატეკი ჩუმად ატეკი შემოვიდა ეროსი რას გეხარ ბიჭო ფერზე დაჯექი. შემოვიდა რეზო ატეკი მან დაჯექი მეთქი ნაღდათ მაშაყირებენ მეთქი რა და თურმე რა ყოფილა რომ ჩვენ ყველას ხო ჩვენი ადგილი გვაქვს სახში სამზარეულოში განსაკუთრებით საუზმოდ სადილო ჩვენი ჭიქა ჩვენი თევში ჩვენი დანაჩანგალი და
თურმე მე თავხედი დამჯდარ ვარ ეროსის ადგილას მიშიხას ხარ რომ მისინა რაღაცა და მე რო წამოვედით ვიქტორმა მითხრა ნინიძემ რომ ეთყობა ძალიან უყვარხარო თორე მე რო დამჯდარიყავი იქო პანჯიგდად მისროდა ოღონდ მითხრა ბოლოში ოქრო მან და აღარ დაჭდე რა აი საოცარი ბუნჩულა კაცი საოცარი არ ვიცი რა მე მიფიქრია რომ მე მამა გარდა მეცვალა რა და აი მამასავით უყურები არა მარტო მე ყველა ვინც მისირკვევა ყველა და მე ერთი უნდა გენახათ სია დავალებების ზოგს მაცივარი უნდა და ზოგს ტელეფონის დადგმა უნდა და ზოგი ჯარიდან იყო დასატყობებელი და აი ამ სიას აიღებდა ხოლმე თუ არ ახონა რეპეტიცია და თელ ქალაქს დაივლიდა რომ სხვას დახმარებოდა ხო ну არ ვიცი რა და ხო გეუნებით აი უკვე უძნაოდ დასასრულს უახლოვდება ჩვენი გადაცემა არ მინდა რომ დასრულდეს ჩვენი გადაცემა ისე საინტერესოდ საუბრო და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ რომ ღმერთმა აი ესეთ დიდებულ ადამიანების გვერდით მომცა უფლება რომ წარმოიდგინე რომ მე მაქვს უფლება რომ ეროსი მაშღალაძეს უთხრა არა ეროსი მაგას ესე კი ვაკეთებ აი ესე გააკეთე და კიდე სხვა და თითქმის არ არის აი მაგ თაობის ნუ როცა მე მუშაობდი 20 წელი არ მუშაობ თითქმის არ არის სახიობი საქართველოში რომელთანაც მე არ მემუშაოს ნამდვილად თქვენ ისეთ მსახიობებთან მუშაობდით რომ ხო და იცით ესაც გადამდებია მე ერთხელ გოგი გეგეჭყორმა მითხრა რუსთავში ქონდა რუსავის ტყეში გვადიბიგვას გადაღება და მითხრა რომ კახავ ვიცი რატომ მოვდივარ შენთანო როდესაც ხედავ რომ ეროსი მოდის შენთანო მედია ჩახავა მოდის შენთანო კარლო საკანდელიძე მოდისო და სხვა და ედიშერი და სხვა ისინი საზომივით არის იცით აი რამსიმაღლე თამასას დაიჭერ შენ ცხოვრებაში მე კიდე ჩემი ხრივ ახან ბატონი მეჩათუმანიშვილის მოწაფე ვარ არ მაქვს უფლება რომ ყველაფერზე ხელი მოვაწერო და ყველაფერი გავაკეთო რაც არ უნდა ბევრი ფული მომცენ ხო ვამჯობინებ რომ მაინც მე თვითონ ვაკეთო ისა გახო აი ამ ბოლო 2 წელიწადში გავაკეთე პოეტი პეტრე ბაგრატიონი ფილმი იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მისი შემოქმედება არის პირველი წიგნი გამოვიდა 20 წლის შემდეგ გარდაცვალებიდან მისი ლექსების ისიც არასრული კრებული ხო მეორე წიგნი უფრო სრულია და იცით რა ფულით გამოიცა უშიშროების თანამშრომელი რომელიც მაშინ თავის დროზე კურირებდა ამ ოჯახს ანუ უთვალთვალებდა და შეყოდა მოვიდა და თქვა რომ მე აი ესე დანაშაული მაქვს ხო ჩემ ბატონი პეტრეს წინაშე და რით ჩემი ზლიაო ესა მოკე დააფინანსა წიგნის გამოცემა დააფინანსა გავაკეთე ოტია იოსელიანზე ფილმი გავაკეთე თემურ ციკლაურზე რომელსაც ახლა 22 რიცხვში უხსნიან ვარსკვლავს მაგრამ პირველი არხის ერთ-ერთმა ჩინოსანმა გამოაცხადა რომ ამ ფილმის გაშვება ეხლაო არ არისო ისაო რა ქვია სავალდებულო თუ რა საჭი ხო ნუ მაგას შეიძლება რომ აი თქვა ჩვენმა თაობამ ახალმა თაობამ ნახოს ეს ყველაფერი იცით მინდა გითხრათ რომ საბედნიეროდ არის ეგეთი არხი რასაც ქვია ერთსულოვნება სადაც გადის ხოლმე იქ კარგი ხალხი მუშაობენ და ის რაც ქართულია და რაც ამ ფილმს ქვია თეიმურაზ ციკლაურის აღსარება მთელი ფილმი ისყვება თავის თავზე თავის განცდებზე რა როგორ და რანაირად იყო იმიტომ კი რა რო ავტორია ძალიან საინტერესო გამოვიდა და თანაც მე გემახსოვრება ნინო შენ სტუდენტი იყავი ჩემი მე მქონდა მაგის ბედნიერება რომ ყველაფერი ნანახი ხო და მე იცით რომ მე მაგ დროს მუშაობდი მე ვამოწმებდი თუ შენი თაობის ბავშვს ახალგაზრდას მოეწონა ესე იგი არ დავბერებულ ვარ ხო ხე ნამდვილად არ დავბერებულ ხარ და აი არ ვიცი როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს რა ვიცი ალბათ ღმერთის ნებით იმიტომ რომ გურამმა იცის დოჩანაშვილმა რომ შენ გონია რომ მევწერო ამ ყოველივესო აი ისო ღმერთი მაწერინებსო ესე ალბათ ყველა ჩვენგანი რაღაცისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაში ბატონო კახა არ შეიძლება არ შევეხოთ თქვენ წიგნს რომელსაც უკვე ამთავრებთ ხო 10 წელია წერ და მაგრამ ეგრე არ წერ იცი რომ აი ყოველ დღე მე მჭირდება 2 კვირა რომ დავასრულო ეს 2 კვირა ვერ ჩავიგდე ხელში და ეხლა შეგულებაში ვარ და ფიქრობ რომ ამ თებერვლის ბოლომდე ეს მორჩე წიგნს ქვია ეწოდება
სატელევიზიო რეჟისურის პოეტიკა და განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისათვის, ვინც ამ პროფესიის შესწავლით არის დაინტერესებული და მე ვცდილობ რომ ეს წიგნი იყოს ისე იმდენად სრული, რომ არ მოუწიოს კიდე სხვა წიგნის მოძებნა ყველაფერი, რომ თუნდაც კონსპექტურად რომ აქ იყოს მოთავსებული, სათაურს არისტოტელეს დავესესხე ამ დიდ კაცს და ივანი ცოტა ხოლმე კი ოტიამ რომ ჩემი მეგობარი არისტოტელე ამბობს, ანუ რას გულისხმობდა რომ ადამიანები რომლებიც ერთნაირად აზროვნებენ კარგზე და ცუდზე, სიკეთეზე და მოროტებაზე, ისინი სულიერი ნათესავები არიან აუცილებლად და მე იმედი მაქვს რომ აი თებერვლის ბოლოსთვის დავამთავრებ ამ ყოველივეს და რაღაცასაც გამოუძებნებ. აქვე მომეცით პირობა რომ ამ წიგნით მოხვალთ მე ჩვენთან სტუდიაში. კი, წიგნ და წარწერით წიგნზე. აუცილებლად. ბატონო კახა, ჩვენი დრო ამოიწურა, საოცარი პიროვნება ხართ, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და გვესტუმრეთ. ალბათ მსმენელს არ ეყო ეს 1 საათი, მაგრამ პირობას გაძლევთ რომ აუცილებლად გვეყოლება კიდევ ბატონი კახა სტუმრად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მე კი ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებით მომავალ კვირას 3 საათზე რადიო მედეფემის პირდაპირ ეთერში ისევ შევხვდებით ერთმანეთს.